მოგებით ძირფასო მეგობრებო და მსმენელებო კიდევ ერთხელ და ახლა მე თქვენ წარმოგიდგენთ გუშინდელი ატვირთული ვიდეოს გაგრძელებას ისმაილ პერესისა, სადაც ის საუბრობს საიდუმლო კონსტიტუციური პროგრამების წყაროზე, საიდუმლო წყაროზე, სუპერ ჯარისკაცებზე, ტემპორალურ ომებზე და უძველეს ღმერთებზე, ნახევარ ღმერთებზე. მას გავაგზავნოთ. და იმ დროის ხაზის დამახასიათებელი ნიშნები, სადაც მიდის ომები, არის განსხვავება, საკურველია მათ ნეგატიური დროის და პოზიტიური დროის შორის, რადგან არსებობსო ორგანული აღმავლობა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გადასვლას და ნეგატიური დროის ხაზის დროს ხდება კატაკლიზმები, ყველაფერი ინგრევა, ან ჩვენ ხვდებით მონები ამა თუ იმ სისტემისა, თუ ხელოვნური ინტელექტია განვითარებული ხელოვნური ინტელექტის მონები ხვდებით. მე ვგულისხმობ ნეგატიურ ხელოვნურ ინტელექტს. ან ჩვენ ხვდებით თავისუფლები და ამ დროს ვიმყოფებოდი იქნება თუ ჩვენ ვართ თავისუფლები პოზიტიურ დროის ხაზზე. ამის გამო იყო გაშვებული პროექტი მუხა და ორივე მხრიდან იყო დაშვებული დროის შემოჭრები, რას ნიშნავსო დროის შემოჭრა. დრო იგულისხმება აქა, რას ნიშნავს დროების ან დროს, ეს დრო არ იგულისხმება, აქ იგულისხმება ის დრო, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ დროის ხაზებს, თორე საათი არ იგულისხმება, ამის სხვა მინდა მე. საათს არ გულისხმობა, რომელიც საათია. ამაზე არ საუბრობს ისმაილ პერესი. ისმაილ პერესი საუბრობს დროის ხაზებზე და ამიტომ ახლა ის ახსნის თუ რას ნიშნავს დროის შემოჭრა. ისინი ცვლიდნენ ეს ბნელი ძალები მთავარ ისტორიულ მოვლენებს, ისეთ მოვლენებს, რომლებიც შემდგომ უკვე მომავალში ახდენენ, როგორ გითხრათ, უმნიშვნელოვან ზეგავლენას ამა თუ იმ მოვლენაზე და თავისი საქციელით მიისწრაფიან, შეცვალონ ამწყო დროის რეალობა. ხომ გესმით ჩემი? როდესაც ყოველ დროს, როდესაც ისინი იგებდნენ ამ ომს, რომელიღაც დროის ხაზზე, რომელსაც ისინი იმყოფებიან უფრო გამყარებულ მდგომარეობაში, ისინი ამ დროს ცვლიდნენ ამ წყოს ტრაექტორიას. და ამიტომ ბოლო 20 წელშიო, 20 წლის განმავლობაშიო ჩვენ ვამჩნევდით მანდელას ეფექტს, ანუ განმეორებით მოვლენებს. და მაგ დროს ასეთ შემთხვევებში იწვევდნენ იმ ნახევარ ღმერთების დნმ-ზე შექმნილ სუპერ ადამიანებს და ეს ნახევარი კი არა, ეს სუპერ ადამიანები უпроსტად ამ სუპერ ადამიანებს უკვე თავდნენ ამ საქმეში, რომ ამ ძალებს, ბნელ ძალებს წინააღმდეგობა გაუწიონ. და ერთი-ორი სიტყვა მინდა ვთქვა მანდელას ეფექტზე. მე ადრე კი მესმოდა, ხშირად მესმოდა მანდელას ეფექტი, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. იმიტომ რომ ყოფითი პრობლემებით ვიყავი დაკავებული, მაპატიეთ. ყოფითი პრობლემებით ვიყავი დაკავებული, პრობლემები სულ მქონდა, უпроსტად მე სულ ვაქცევდი ყურადღება პრობლემებს და არა საკუთარ თავს და საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ ჯანმრთელობას,
პირველ ადგილზე იყო პრობლემების მოგვარება, მაგრამ ამდენი არ მისმოდა, რომ პრობლემები კი არ უნდა მოვაგვარო, არამედ ჩემი თავი უნდა გარდააქმნო, ჩემი თავი უნდა გადავაკეთო, შინაგანად უნდა მოვაწესრიგო ჩემი სულიერი მდგომარეობა, ამდენი არ მისმოდა და კით, იმიტომ აქვს ასეთი პრობლემები ჯანმრთელობასთან, თან ისეთ ხალხში ვერეოდი, მე ჩემ გარშემო სულ შეიძლება ახლა მე როგორც თქვი ყურადღებას ვაქცევდი ამ პრობლემებს და რასაკვირველია ყურადღებას ვაქცევდი ამ ტოქსიკურ ხალხს არა და მე შემეძლო უბრალოდ თავი დავეცვა მისგან, იმიტომ რომ მე ხალხს ხო ვერ გადავაკეთებ ვიღაცას მე მივაჩნი ვარ ტოქსიკური ან ნეგატიური რამდენიც ადამიანია იმდენი გემოვნებაა და ყველას ჭკვაზე ხო ვერ გაივლი რასაკვირველია ვერ გაივლი ვერ იქნები კარგი ყველასთვის ხო და ხო მე მანდელას ეფექტს მოვყევი ახლა და აქ როდესაც ვიქირავი ოთახი აი აქ სადაც ვარ ახლა აქ თხოვრო ერთი გუმური ვანი და რომ მოვიდი მაშინ ამ ქალს ქონდა სადღაც აი აქამდე თმები ხრეს ფარადა და ქონდა შეღებილი თმები სადღაც ბლონდინი არ იყო მთლად ბლონდი თლად არ იყო მახსოვდა რატომღაც რომ თმები ქონდა ამ ქალს ვარცხნილობა ლამაზად გაკეთებული და გავიდა რაღაც 2 თვე 3 თვე და ამ ქალს მოკლედ შეჭრილი თმები აქვს ну კარგი ხა მე არ მიკითხია საერთოდ რაღაც საუბარში მოყვა რომ სულ მოკლედ შეჭრილი თმები ქონდა მაშინ კითხე რაღაცა და მე გავიდა დრო გავიდა უკვე მესამე წელი რაც მე ამ მისამართზე ვარ მესამე წელი მიდის და ვეკითხები ამ ქალს შეხო გძელი თმები ქონდა მე უთხარი და თმები რატო შეიჭერი მეთქი და რაღაც სამ ქონდა მე გძელი თმები მე გძელი თმები მე თმები გძელი არასდროს არ მეყვარდაო და მით უმეტეს მე აქ გძელი თმები არ მქონიაო ვერ ვიტანო გძელ თმებს მე სულ ახლა მარცხნილობა რომ აქვს ასეთი მოკლე მარცხნილობას ვატარებდიო გავჩერდი ახლა სპორი არ დამიწყე არა კოთხულს ამბობში საბუდა მე გძელი თმა ხო რა ახლა ტყლები ცოტა არ ვიცი ვერაფერი ვერ ვთქვი ყველაფერი გამოვედი გავჩერდი და მე გამახსენდა ერთი ხალის ნაამბობი ხო ამ ხალის ნაამბობი მოვისმინე ერთ-ერთი ალიონას ვიდეოში ხო ალიონას ყვებოდა ამ მაგალითს სულ ახსენებდა დეჟავიუს ან ზოგჯერ მანდელას ეფექტს ამდაგვარი რაღაცები თუ თქვენს მოგივიდათ არ გაგიკვირდეთ არ შეგეშინდეთ პროდუქცია არ შეგეშინდეთ აი ახლა მე რომ მოვყვე ერთ-ერთ ვიდეოში რომ ქუჩა ვერ ვიცანი მეთქი ხო ამასაც ქვია მანდელას ეფექტი მაგრამ მე ვერ ვიცანი ქუჩა უცებ ისე გავითიშე რომ ქუჩა ვერ ვიცანი ასეთი შემთხვევები ერთმა მშვენელმა კიდე მომწერა ასეთი რაღაცა მეც დამემართაო რუსაკური მე არ შემშინები ახლა არა შემეშიდა რა მხრივ ქუჩა ვერ ვიცანი განერილდი უბრალოდ და ამდაგვარი რაღაცები ახლა გახშირდება უფრო იმიტომ რომ რამდენიმე დროის ხაზი ხანდახან გადაიკუთება ერთმანეთში გადაიხართება ან და როდესაც დაუშვათ რამდენჯერ მithქვათ თქვენთვის როდესაც თარგმნი სმელის ვიდეოებს რომ ხანდახან დროის ხაზის გამოსწორების მიზნით რომ პოზიტიური ხაზს რამე არ დაემუქროს ან რაღაც ამოსაჭრელია იმისთვის რომ პოზიტიურად გაგრძელდეს თუ მაგალითად მოსალოდნელი რაღაც დიდი კატაკლიზმები ამ დროს რასაკვირველია იმ ხაზს ან გადავყავართ სხვა ხაზზე დროის ხაზზე ან ამ დროის ხაზს არემონტებენ ასე უხეშად რო ვთქვა და ზოგჯერ ჭრიან ახლა ჩემ თაობას ახსოვს საბჭოთა კავშირის ფილმები
და მაგ დროს კი იცით რომ ციფრული იყო შეიძლება, მაგრამ საბჭოთა კავშირში არ იყო ციფრული კინო. იყო ეს ლენტაზე იღებდნენ კინოებს და შემდეგ ლენტა თუ გაფუჭდებოდა რაღაც ადგილას, ან იყო ცენზურის ბრძანებით ამოსაჭრელი რამე ადგილი ამ ლენტაში, ამ ფილმში ჭრიდნენ მაკრატლით და წებავდნენ ერთმანეთზე. ხო და აი ამდაგვარი ეფექტი შეიძლება შეამჩნიოთ. ანუ უცებ ხედავდით ერთნაირ ადამიანს და გამოჩნდა მეურნეერი ადამიანი. ხო და მგონი ის ქალი გონი ალიონა ყვებოდა. თუ არ მაქვს კალა მნიშვნელობა. ჩემ მეზობლებსო ყავდათო ორი ძაღლი. ხო და გავიდა რაღაც 1 თვე 2 თვე 3 თვე და გავიხედიო ერთი ძაღლი მოყავთო. და რომ ვკითხიო ის ძაღლები საწავიდაო და უყავით იმ ძაღლებს. რომ რა ძაღლებიო, ჩვენო სულ მთელი ცხოვრება ესეთი ძაღლი ვყავდაო. ხო და ახლა დღეს ვათვალიერებდი შორტებს. ხო და რუსეთში ბიჭებმა გადაიღეს მატრიცის გაჭედვა. მე არ ვიტყოდი, კი შეიძლება ითქვას რომ ეს მატრიცის გაჭედვა, მაგრამ შეიძლება ახლა ეს ეფირი, ეს მომენტი, რაც ბიჭებმა გადაიღეს, მანდელას ეფექტიც უწოდო. ამათ გადაუღეს ბებიას, უბრალოდ იხებენ ტროტუარს, სადაც გადის ერთი ბებია ვარდისფერ ბერეტში, მოქსრულ ბერეტში. შემდეგ ცოტა ხნის მერე მას მოყვება იგივე ბებია, ოღონდ უკვე მოთეთრო ბერეტში. თქვენ თუ ასეთი რამ შეგემთხვათ, არ გაიგიჟოთ თავი, არ შეგეშინდეთ. ეგ ყველაფერი გახდება ბუნებრივი. ეს მოხდება ათი უფრო და უფრო. ამას უწოდებენ მანდელას ეფექტს. ან ბევრი უწოდებს ამას ინტერნეტის გაჭედვას. არა, გაჭედვა შეიძლება დავარქვათ, მაგრამ უფრო ჩამოგავს მანდელას ეფექტს. ასე რომ ორი ერთნაირი ადამიანი გადის, ესე იგი ის ქალი რაღაც მომენტში ეტყობა, მოხდა ხაზის გასწორება ან გარემონტება. ხო და შემდეგ ეს გაუშვენ თავიდან. როგორც ფანტასტიკურ კინოში, ბევრ ფანტასტიკურ კინოში ხდება ასეთი რაღაცები. და აქაც ამ შემთხვევაში ხელად თავენ სუპერ ჯარისკაცებს, ანუ სუპერ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ მომავალ ხაზის რაღაც მომენტებში, რომლებიც მუშაობენ წარსული ხაზი მეთქი, მომავალში ხაზის რაღაც ეტაპებზე, ან წარსულის დროის ხაზის რაღაც ადგილებში და ჩვენ უნდა გვესმოდესო ყველას, რომ მომავალის და წარსული ხდება ერთდროულად ამ წყოში. და ეს ყველაფერი ხდება ერთ და იგივე დროსო. და ნიშნულოვანია ვიცოდეთო ყველა, რომ ის რაც ხდებაო ახლა, ამჟამად, ეს ყველაფერი დაშლისო სავარაუდო დროის ხაზებს. როდესაც დაუშვათ ჩემი ფიქრი, თქვენი ფიქრი, იმის ფიქრი ჩამოგავს ერთმანეთს და ჩვენ სულ ამ და იგივეზე ფიქრობთ, მაგალითად პოზიტიურ დადებით დროის ხაზზე, ეს დროის ხაზი მაგდება, უფრო ძლიერდება, მსკელდება და ამ დროს აი ეს ასეთ ამდაგვარი ჩვენი მოქმედება, როდესაც ჩვენ ამჟამად ცხოვრობთ აქ და ახლა, ჩვენ თუ ამას ხანდახან მე დამცლი როგორ გითხრათ, აი დავიბენი ახლა, ხანდახან პრობლემები ძლევს ამ ჩემ აზროვნებას და რაღაც მომენტში თითქოს გადაფარავ, მაგრამ მე იმ წუთას რომ მაფხიზლებენ იმ ხრივ, ან რაღაც აზრი შემოდის ჩემ თავში, ან თუ ინტერნეტი მაქვს ჩართული, ინტერნეტში პოულობ იმ ვიდეოს, ახლა დღესაც გამომაფხიზლეს. სანამ საჭმელს ჭავდი, ჩავთე ალიონა ბრიგინეს ახალი ვიდეო.
ხო მე თქვენ არ გითარგმნით ყველა ვიდეოებს, იმიტომ რომ ზოგჯერ ვიდეოები ის ვიდეოები რომელსაც მე უსმენ არის ხა სხვანაირად არ მივიღოთ ზოგჯერ არის გასამხნევად იმ გამოხატული პირების გასამხნევად ვისაც ესმით რა ხდება მაგრამ თუ ადამიანს ჯერ ძინავს მაგას ვერ ეტყვი შენ აი ასე უნდა მე ვერ უბრძანებ ადამიანს აი ეს გააკეთე ადამიანმა თვითონ უნდა მოიქცეს ისე როგორც მას უნდა თავისი ნებით უნდა გააკეთოს ყველაფერი და ამიტომ ვამბობ და დღევანდელმა ვიდეო მე გამომაფხისლა ისევ რაღაც ისეთი თქვა ალინა ბერეგინამ თავის ვიდეოში ხო და მე რატომ მიორდები ხშირად მე კი არა მეც მიორდები და ისა იმ ვიდეოებში რომელსაც თქვენ გითარგმნით კონტაქტორები ხშირად იმიორებენ ერთ იგივეს იმას რაც მნიშვნელოვანია რომ ჩვენ სულ გვახსოვდეს ხო და მეც მინდა მათი ნათქვამი გავიმეორო აგერ პერესმანს თქვა ეს რომ კონცენტრაცია გაამახვილეთ ყურადღება გადაიტანეთ იმაზე თუ თქვენ რა გინდათ იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა დღეს ალიონამ თქვა ხანდახან უბრალოდ მე ხშირად არ ვიცი სიტყვის ხმარება ვაუქმებ არა მე მხოლოდ ნეგატიურ მოქმედებას ვაუქმებ აი მაგალითად ჩემზე მაგალითად ვიდეოს ყურების დროს რამე არ ამეკიდოს წვრილდონეზე თურმე ხშირად ამის თქმაც არ შეიძლება ვაუქმებ იმიტომ რომ ჩვენ ნეგატიური გამოცდილებაც გვჭირდება იმისთვის რომ რამეს მიხვდეთ მაგალითად ალიონა ბერეგინამ თქვა ახლა ალიონა ბერეგინანზე გადავედი იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის რაც მან თქვა იქ კოსმოსური ცივილიზაციებს ძალიან დიდი დრო აქვენ იმისთვის რომ საკუთარი თავის განვითარება აწარმოონ იმიტომ რომ ისინი უფრო დიდხანს ცხოვრობენ და თავისუფალ დროს ისინი უთმობენ თავის სულიერ განვითარებას თავის განვითარებას მაგრამ დედამიწაზე ხალხი არ ვითარდება თუ კარგად აქვს საქმე თუ კომფორტის ზონაში არიან იმიტომ რომ მათ არ უნდათ ამ კომფორტიდან გამოსვლა მათ არ უნდა არაფერი დარღვევა ხო ჩემ მაგალითად ვიტყვი ხანდახან ახლა მე რამდენი ხანი აქ ვიტყორები აქ სადაც ახლა ცხოვრობ და სოციალურის გამო იმის გამო რომ მითხრეს რომ მიწერა საჭირო ამის შიშის გამო მე ვერ გადავწყვიტე აქედან გადასვლა იმის შიშით რომ არავინ არ მიმაწევს და სოციალური თუ ვერ გავაკეთე ვერც ბინისქირას გადამიხდია ხო ხედავთ სად გამომიჭირეს მახეში ბნელმოძალებმა და აქედან გამომდინარე აქედან ჩემი წნეხში ჩაგდება დაიწყეს წნეხი ქვია ლალისო მაინც არ აქვსო წასასვლელიო და უკვე ღიად დამცირება ნუ ენას მოგაკეტიებენ და მე კიდე რა ვქნა მე კითხარით აქა 3 თვე იყვნენ გუმრები და ჯოჯოხეთი მქონდა რამდენჯერ დამიმალესო იტყურებოდა ოთახი ზარალი მანახეს მე გეგუჩი მქონდა დედაჩემის სიკვდილის შემდეგ ნივთები დაწყობილი 13 წელი მინახა იმ გოგო და გამომიხსნა კაპიკი არ დამშვიდობია მამის სულს ფიცავარ აი სამყაროა მოწმე კაპიკი არ დამშვიდობია უბრალოდ იმ ბიჭმა შემოსასრულა სუდით შადრევანი რო იდგა იქამდე ტაქსით თუ შეგიძლია მოდიო და ტაქსი დამიშვა მარტო 14 ლარი მე იქიდან აქედო წამომეხო ისეთი პატივი მცა იმ გოგომ და იმის ოჯახმა გეგუჩია გათხოვილი თქო გეგუჩი იყო ეს ნივთები და ამას ვამბობ და იმ 13 წელი შენახული ნივთები კაცო რაც ხარ დედიკინის დროინდელი იყო გამოვიყენებდი ხო სანამ ბინას მივიღებდი და მე მეჩინო გადამწყვეტი რა გადამეყარა და რა არა კარგი დამეხმარა ხას ეკან გადამასურტია ეს ხო და რაღაცები ძველები ნუ უშემ გავანახევრეთ დანარჩენი მე კიდე იმის გარდა ლოგინის ქვეშ მეწვავაცო ნელ-ნელა ტუალეტის ქახავდი რაღაც წიგნები თაროდი პატარა ოთახი და
გამოვიყენა ყველა თავისუფალი თავისუფალი სივრცე. და არც ერთმა თან გამოვიდა ერთხელ ვიდეოთი ვაჩვენე ახალი მოსული ვარ, როც სვედია იატაკი დალაგების დროს ვაჩვენე. ხო და არც მაშინ თქვა, არც მაშინ მითხრა არაფერი და როგორ უნდა იყო ადამიანი. ან ბოროტი რო იყო, იმიტომ არ მითხრა, უნდა რომ გამფუჭებოდა. ასე გამოდის, მე ასეთ დასკვნა გამოვიტანე. როგორ ეს? არც ძმა მითხრა, არც შვილმა მითხრა. ესე იგი, უნდათ მე რომ გამფუჭებოდა. ხო, ან შეშინდათ მე რომ სხვაგან დავიწყდი ბინით. ხო, მაგრამ შენ რომ მე დამაზარალი, ამ ხელა ზარალი მანახე ქვია. ხო? მაგარი ზარალი ვნახე. გაივსო წყლით, ეს მაშინ ძველი კარები იყო აქ და დაბლა იყო დაწეული და წყალი უკვე მოადგა ზღურს და მიძახის. თან ღამია ისა უკვე და შენი იცენიო ქვევით რაც გიწყვიო, ზევი დააწყვეო. სადამეწყო ზევით, მაგიდაზე რა დაედიოდა? საშუალო მაგიდა? ამაზე რამდენი რამე დაედიოდა, მაშინ ლოგინზე უნდა დამეწყო. თავზე დამეწყო? ვითომ გამართხილა, მიწურულში მერაშველოდი, ხო? კოჭებამდე წყალში ვცურავდი. კიდევ კარგი ივნისი იყო თუ აგვისტო, ივნისი იყო მგონი თუ ნუ ყოველ ივნის და ყოველ აგვისტოს წვიმების ძლიერი წვიმების დროს ესე მემართებოდა. არც მდგმურმა მითხრა, არ გამართხილა, არც დლის დედას წამოწდა, თუმცა აგიიშდა ჩემთან და საუბრობდით, დიდი ხანი საუბრობდით. ერთი არ წამოწდენია. ასეთი ბოროტი როგორ უნდა იყო ადამიანი, ასეთი ეგოისტი როგორ უნდა იყო ადამიანი. როგორ? ხო, დამიკიდე ფეხზე. და შემდეგ უკვე ძალიან აუტანელ იმამდე მივედი, რომ წავდიდე გავარკვიე ყველაფერი. თურმე აკეთებენ სხვაგან პატრონის სახლის უკეთებს დგუმურს მიწერას. აი ის ხელშეკრულებას რომ უწოდებენ. არავინ ვარს არ იუნება, იმიტომ რომ ეს მithodes ჩემნაირი მე შვილი არ მყავს რომ ვინმეს მე ვედავო. ხო რაღა სხვისი ქონების დასაცრება. არც ასეთი ადამიანი ვარ რომ ვედავო ვინმეს სხვისი ქონების დასაცრება. ხო და წავედი გავარკვიე. რა ვიცი, ნახოთ კი არა სამყარომ გადმომხედა. იმას ვამბობ, სამყარომ იცის, როდის რა უნდა მოგცეს. ხო, კი, მე ვენდობი სამყაროს, მაგრამ ხანდახან ისეთი ეჭვები შემომეპარება, მე ჩემი თავის მწვენია, მაგრამ შენ თავს რო შეეგიცოდვა, ამიტომ დაშვილ შესულმაზე ცდილობ კონცენტრაცია არ გავამახვილო. ხო, და რას მომყვები ახლა მე? ზედმეტად გავაუქმებ კიდე არ თქვათ, იმიტომ რომ სამყარო ისმენს თქვენ ნათქვამს. სამყარო ისმენს თქვენ რას ამბობთ. თქვენ რომ ასე ჩვეულებრივადაც ისაუბროთ, უკვე სამყაროს ესმის, თქვენი ფიქრებიც ესმის, ხო? სანამ მიტყვით რამეს. ამიტომ ხშირად წამოწდება ხოლმე ისეთი რაღაცა, რაც არ უნდა თქვა. აი მაგალითად რა იყო? ხო იციან საუბარი მაგალითად მაგაზე მეტი საფიქრალი ჭყალებში ნუ მოგცა გამჩენმა. მაგაზე მეტი საფიქრალი ნუ მოგცა გამჩენმა. ვეტყვიან ხოლმე მეც ეს წამოვსდა ჩემ თავს უთხარი. მერე სამყაროში შევცვალე ჩემი. ხო თქვენ რაღაც არასწორადაა, ეს არასწორად ჟღერს, რა თქვია? გამჩენა არ მოგცეს ამაზე მეტი საფიქრალი. ესე იგი, არაფერზე არ გინდა იფიქროდეს სამყარო შენ ხო, რომ საერთოდ მოგცა საფიქრალი. ხო? ესე იგი, შენი სულიერი განვითარებასთან დაკავშირებით საფიქრალიც არ გინდა. არა, არ გამოვა ასე. და მე შემდეგ მოbrunდი, შევასწორე ჩემი ნათქვა, მივხვდი რომ რაღაც არასწორად თქვი. არა, რას ქვია, გამჩენმა არ მომცა მეტი საფიქრალი. ზუსტად მეტი საფიქრალი მიდა ჩემ სულიერ განვითარებასთან დაკავშირებით, დედამიწის მომავალ დროის ხაზთან დაკავშირებით, დედამიწის მომავალთან დაკავშირებით,
ჩემ მომავალთან დაკავშირებით ყოველდღიურად საფიქრალი მომცეს გამჩენმა მე ზუსტად მომცეს რომ ამ საფიქრალის ნიადაგზე ამ ფიქრების ნიადაგზე მე გავძლიერდი სულიერად სხვებსაც დავეხმარო სხვებსაც მივცე ან რჩევები ან რაღაც თემების სახით თემები წარმოდგინო ნუ ყველაფერი გავაკეთო ვიმუშაო რა სულიერად რას ქვია არ მომცეს პირიქით იმდენი კარგი საფიქრალი მომცეს იმდენი სამუშაოს უნარიანობა მომცეს იმ დონემდე რომ მე გავაკეთო ის რაც მინდა სულიერ მიმართულებაში მომცეს საფიქრალი ფიზიკურ სამყაროსთან დაკავშირებითაც იმიტომ რომ ახლა ბოდიში და ფეხზე ვერ დაიკიდებ სანამ ხარ მატერიალურ სამყაროში ვერ იქნები მატერიალური ნივთების გარეშე ხო ეს საფიქრალიც საჭირო ისა ფარგლებში ხო როგორ არა უნდა იფიქროთ თუ არ იფიქრეთ მაშინ როგორ გავუკეთებთ რამეს ანალიზს ხო თუ არ შეადარებთ თუ ამ ინფორმაციას არ მიიღებთ როგორ გინდა თქვენ აბა რობოტები გინდათ იცხოვროთ საკურველი არა ამიტომ ვამბობ ჩვენ ნათქვამს დავუკვირდეთ უნდა ხადახა ნუ გიჩნიათ მე იმდენი ბევრი ჯერ კიდევ ჩვენ მე მაგალითად ძალიან ბევრი დასამუშავებელი მაქვს ჩემი თავი ძალიან ბევრი მაგრამ მე ვამუშავებ ვცდილობ ხო მოდი აბა გავაგზავნოთ ხო და სანამ ახლა მე თქვენ მოგიყვებითო სუპერ ჯარისკაცების პროგრამაზე მთავარიაო გავიგოთო რომ თურმე ატლანტიდა ყოფილა ამ პროექტის მთავარი ცენტრი გამოგიდგენიათ ამ სუპერ ჯარისკაცების პროექტის მთავარი ცენტრი აი სინამდვილეში სად დაიწყო ეს პროგრამა ნახევარ ღმერთების პროგრამა ატლანტიდის უძველესი საზოგადოება ეზოთერიკური სწავლების თანახმად იყო არა მხოლოდ სულიერად განვითარებული არამედ ჩვენ ჯობნი და ტექნოლოგიებში მეცნიერებაში და ატლანტიდა იყო ვარსკვლავთა საშორისო ცივილიზაციის წევრი მეორე ტიპისა და მათი დაცემა იყო იმის ნაწილის რომელზეც მე უკვე დიდი ხანიაო საუბრობო ანუ მაგათმა ბოროტად გამოიყენეს ეს ღვთაებრივი გენეტიკა და თავი დაიღუპეს ამ გენეტიკური მანიპულაციების შედეგიდან გენეტიკური მანიპულაციების შედეგიდან გამომდინარე ჩვენ ყველა ვიცითო ვინ იყო ამის ოსტატი აგრეთვე ენერგეტიკული მოდულაციის დაწყობაში რაც იყო ძალიან დიდი შეცდომაო ეს იყო შეცდომა მაგრამ თანამედროვე შავი პროექტები ამას იმეორებენ ნეგატიურ დროის ხარჯში ხო კიდევ ყოფილა რაღაც პროექტი შეიძლება რობოტმა ვერ გადათარგმნა ყოფილა კიდევ ერთი პროექტი რომლის გამო ჩვენ გინდოდაო ეს ნეგატიური ხაზები გაგვეუქმებინაო ამ ძველი ატლანტების სულები ისევ განსახიერდნენ დედამიწაზე და ბევრი ჩვენგანი ვინც ადრე ცხოვრობდა ატლანტიდაში ჩვენში ბევრი სულები არიან იქიდან მოსულები და განსახიერებული ანუ რამე დახა გითხრათ ადრე ხომ არსებობდა რეინკარნაცია ხო როდესაც ბევრჯერ მაქვს ნათქვამი როდესაც მოხდა ოკუპაცია რამდენჯერმე მოხდა სამჯერ თუ მეტი არა და მაგათმა დააყენეს რეინკარნაციის პროცესი დააყენეს სასალის ბორბალი აგვაკეთეს კარმა ის არა მარტო ჩვენი კარმები არამედ ხელოვნურად მოგონილი კარმებიც თურმე ხო და გვაიძულეს ციყვის ბორბალში გვერბინა და სულები იძულებით ჩაითრიეს ამ ომში ხო და აგრეთვე ჩვენცო ახლაო თანამედროვე დროში ვართო ჩათრეული ამ ომში ამ პროექტ მუხას დახმარებით იმისთვის რომ დავასრულოთ მისია და გამოვასწოროთ ჩვენი წარსული
იმისთვის რომ დავიცვათო აღმავალი ორგანული პოზიტიური დროის ხაზი. ხო და მე ვიციო ამბობს ისმაილ პერესი რომ ბევრი თქვენგანიო ვინმე მისმენთო იტყვისო რომ ეს არისო სამეცნიერო ფანტასტიკა და ერთ-ერთ მსმენელს უთქვამს მიუწერია რომ თქვენგანო კარგი ფანტასტი მწერალი გამოვიდოდაო. ხო გონიათ რომ ისმაილი ყვება ფანტასტიკას, მაგრამ თქვენ თვითონ იფიქრეთ ახლა როგორ შეიძლება პირდაპირ ეთერში უცებ მოიგონო ამდენი ფანტასტიკა ან ამდენი ინფორმაცია მოიძიო და სხვათა შორის ჟულ ვერნი, მე მგონია ჟულ ვერნი დაძრობოდა დროში. იმიტომ რომ მამაჩემი იყო ახთოვანებული ამ წერილით და სულ მაგას ამბობდა ჟულ ვერნის მაგალითად 80 ლე წყლის ქვეშ. ეს ხომ ფანტასტიკური ნაწარმოებია, ხო? და იმ დროს რომ დაგეწერა ეს, უნდა ქონოდა ინფორმაცია. ნაუტილიუსი მგონი, თუ ნაუტილიუსი. ხო? წყლის ქვეშა ნავი ნაუტილიუსის აღსაწერად, წარმოგიდგენიათ? და ეს ფარული რეალობა სინამდვილეში ჩვენ მოგვაგონებს ჩვენ ღვთაებრივ პოტენციალზე. ადრე ამაზე არ საუბრობდნენ ღიათო, რადგან ამ ადამიანების დნმ-ის განსაკუთრებულ ტიპზე საუბარს თავს არიდებნენო და ეს იყო გასაიდუმლოებული. ოდესღაც ამ საიდუმლოს იცავდნენ მართველები მეთქი მცველები, ღმერთები, არ თქვა წინადადება ამან ხსიანად, წარმოთქვა მხოლოდ ერთი 100 გ მცველებიო, რომლებსაც ეწოდება თუ რაღაც სახელწოდება, რომელიც იწყებაო 100 გ-თუ, გ. და მგონიო ეს იყო ეს დნმ აქტივირებული საიდუმლო პროგრამებით, კოსმოსური საიდუმლო პროგრამებით, დაწყებული ბნელი ძალებით და შემდეგ უკვე ეს ამბავი გააგრძელეს ნათელმა ძალებმა. რადგან ომი ბობოქროს დროის სივრცის კონტინუუმში მიდის. ოღონდ ეს როგორც თქვა ადრე ისმაელმა, ეს ომი მიდის სულების, ყოველი სულის გამო, ცნობიერების გამო. იმიტომ რომ თუ ჩვენ წაგვართვეს ცნობიერება, აზრი არ აქვს ჩვენ სიცოცხლეს. დავჩებით ცარელი ავატარები. და ნათელმა ძალებმა შეგნებულად გამოიყენეს ეს პროექტი იმისთვის, რომ აღედგინათ ეს ძველი ღმერთები. იმისთვის შემდეგ რომ დაეცვათ დედამიწა, დედამიწელები, დროის ხაზი და საერთო მთელი სამყარო ბნელი ძალებისაგან. რადგანო ბნელმა ძალებმა რასაკვირველია ბნელი ძალები შანსს არ გაუშვებდნენ რომ ჩვენ არ დაგვაბრუნოს სინთეტიკურ დროის ხაზამდე, ნეგატიურ სინთეტიკურ დროის ხაზამდე და ამიტომ გეუბნებითო თქვენო ჩემო მსვენელებო, რომ მალე მოხდებაო კონვერგენცია დროის ხაზისა ამ ტემპორალური ომების გამო. და ამიტომ ძალიან მალე ეს დროის ხაზები მოუახლოვდება ერთმანეთს. და ახლა მე შევედი ინტერნეტში და მინდა გავარკვიო თუ რას ნიშნავს კონვერგენცია. კონვერგენცია ეს არის დაახლოების პროცესი ნიშნებით ან ფუნქციონალური გაერთიანებით სხვადასხვა სისტემებისა, ანუ კონვერგენცია ყოფილა ეს ყველაფრის გაერთიანება ერთში, ხო იგივე ორგანიზმების გაერთიანება, ორგანიზმის ნაირსახეობების გაერთიანება ევოლუციის ან განვითარების პროცესის პერიოდში და ეს ნიშნავს დამთხოვითი ასე ვთქვათ ნიშნების გამოჩენა რამდენიმე ჯგუფისა, ბიოლოგია იქნება ეს თუ ტექნოლოგია იქნება თუ რაღაც და ამ კონვერგენციის საწინააღმდეგო პროცესს უწოდებენ დივერგენციას. ხო, მაინც.
ხო, ახლა მე გავიგებ, შევავდა რას ნიშნავს ტემპორალური ომები. ტემპორальные войны, ტემპორალური ომები, დროის ომები, ეს არის ფანტასტიკური კონცეფტი კონფლიქტში, რომელშიც ურთიერთსაწინააღმდეგო ხრები იყენებენ დროში მოგზაურობას იმისთვის, რომ манипуляция გაუკეთონ ისტორიას, შეცვალონ მოვლენები წარსულში და შექმნან გამოსადეგი ალტერნატიული დროის ხაზები. რა არის ალტერნატივა იმათვის, ვისაც არ ესმის? ალტერნატივა ქვია აი იმის მაგიერი მსგავსი ხაზის მაგალითად მოძებნა, რაღაც გამოსავლის მოძებნა, ამას ქვია ალტერნატიული სიტყვა, ალტერნატიული. როგორც მაგალითად ალტერები, ჩვენი მსგავსი პარალელურად არსებული პიროვნებები და ასე შემდეგ. და მთავარი ცელი ან მაინც რუსული შეურია. მთავარი მიზანი ამ ტემპორალური ომებისა არის გაიმართონ მტერზე, წაშალო მისი მიღწევები, ან შეცვალო მთავარი ისტორიული მომენტები. უკეთესი ხარეს, ან გაუმჯობესო რამე. მაგრამ ამ გეტყვით, რომ ხშირად ტყულა უბრალოდ დროში ჩასვლა და ყველაფრის წარამარა, ყველაფრის შეცვლა დაუშვებელია. იმიტომ რომ პენი ბრელის აქვს ნათქვამი, რომ როდესაც შენ სულ ჩადიხარო წარსულში და ერთ და იგივე ადგილას შედიხარო, თურმე მატერია იშლება, იცვეთება უფრო სწორად. იცვეთება, აი როგორც ჩვენ ახლა ფიზიკურ სხეულს მეთქი, ტანსაცმელს ვიცმევთ, თუ მაგალითად გააჩნია რა ნაჭრისა ტანსაცმელი, ხდება ისე, რომ 1-2 წელიწადში ტანსაცმელი გადასაგდები გვაქვს, ხო? და ამდაგვარად ხდება აქაც ესეთი და მერე დროის ხაზებს ყავენ ცველები. დროის ხაზის ცველები ქვია, რომლებიც მკაცრად აკონტროლებენ დროში მოგზაურებს, რომ წვიმანებზე არ იარონ და ამ დროის ცველებმა დასაჯეს გერმანელები, კოსმოსის გერმანელები, რომლებიც თავის გემოზე დადიოდნენ წარსულში და მოყავდათ ხალხი, იმისთვის რომ გაეხსნათ კოლონიები, ის კი არა ჩასულან ისეთ დროში წარსულში, როდესაც ბობოქრობდა შავი ჭირი. ხო, ის მკვდარი ხალხი იმათვინ დაუწყებდა იქა კონტროლს, ხო? ის მკვდარი ხალხი წამოიყვანეს, განკურნეს და წაუშალეს მეხსიერება და ასე ვთქვათ, კოლონიის მოსახლეობის საწყის ფორმებად გამოიყენეს. ნუ მშობლებად რა. და პენი ბრელის აქვს ნათქვამი, თუ ადამიანი დაიღუპა, ან შეჭამა მწერებმა, იქ მარსზე თურმე 3-4-5 მეტრიანი მწერები არსებობენ, ასე თქვა, პენი ბრელი ყვებოდა, აგრეთვე იქ ცხოვრობენ ძელცხვირა რეპტილიები უფრო სწორად, გელივით პირი რომ აქვს, უფრო კვილები და სულ ნერწყმოდით პირი და თვითონ პენი ბრელიც ბევრჯერ არის აღდგენილი თურმე. მაგრამ პენი ბრელის ეძებდნენ, იმიტომ რომ შტურმანი იყო, კარგი სპეციალისტი იყო, თან უნარები ჰქონდა განვითარებული იქ, მას შეუძლია ადამიანის თავის აფეთქება, დიახ, ესე იგი დედამიწიდან მან ააფეთქა ფაბრიკა, ქარხანა, სადაც უშვებდნენ კიბორგებს და მათ
ის ქარხანა კი აუდგენიათ, მაგრამ ამისთვის დაჭერათ 3 წელი იქა. წამოგიდგენიათ რა უნარების პატრონია. აქაც კი, ხო და? პენიბელის აქვს ნათქვამი, რომ თუ ერთ ორ კვირაში მოგძებნეს რამე თუ დარჩა შენგან ის ნაწილისგან თითიც რომ დარჩესო ახალს შექმნიანო, მაგრამ და მეხსენებაც დაგიბრუნდებაო როგორიც ქონდაო, მაგრამ თუ 4 თვემდე თუ 4 კვირა თქვა, გონი 4 კვირა, ხო, 4 კვირიდან და 4 კვირამდე მივიდა, ვერ მოგძებნეს 4 კვირამდე და მეტი, შენ კი ფიზიკურად შეიძლება შენ აღდგენას, მაგრამ უყურე ფსიქოლოგიურად ისა მეხსენება, უბრალოდ მეხსენებას უყურე ვერ ცნობიერება არ აღიდგება და შენ მოგიდეს ყველაფრის თავიდან სწავლა. და ამ გერმანელებს აუფეთქეს ერთ-ერთი კოლონია, ნუ მაგენი კლელები კი არ იყვნენ, უბრალოდ უჩვენეს გერმანელებს, რომ თუ ისინი არ დაუჯერებდნენ მათ და მათ აგდებას გააგრძელებდნენ, ასეთი ბედი ეწეოდა სხვა მათ კოლონიებსაც. წამოგიდგენიათ, აუფეთქეს გერმანელებს კოლონია, სადაც ცხოვრობდა მილიონი ადამიანზე მეტი. შემდეგ კი მისცენ სამი უფლება, 3 ცდა, რომ გერმანელები წასულიყვნენ წარსულში და იქიდან აი იმ წარსულში სადაც იყო ჯერ ცოცხალი ეს კოლონია, ეს პლანეტა, ამათი კოლონია და 3 ცდა ჰქონდათ მარტო რომ ის ხალხი აქეთ გადმოეყვანათ წარსულიდან და გერმანელებს ხა გერმანელებთან ერთად დრაკონელები ვერ გაფრინდებოდნენ, იმიტომ რომ ყველა მოგდებოდა გერმანელები და დრაკონელებმა ათხოვენ თავიანთი ხომალდები გერმანელებს. მაგრად უწყობდნენ ხელს, მაგრამ სამაგიეროზე. აბა ისი დრაკონელები არავის ეხმარებიან თურმე. რაღაც სამაგიეროზე და მე მაქვს ნათქვამი, რომ დრაკონელები იყენებდნენ გერმანელებს როგორც დამსჯელ რაცმს, როგორც გესტაპო იყო დედამიწაზე ომის დროს. დრაკონელების არიშინოდათ იმდენად, როგორც ამ გერმანელების ეშინიათ პლანეტაზე მაცხოვრებ ჰუმანოიდებს და ადამიანებს. და იმის მიუხედავად, რომ დრაკონელებმა ამ გერმანელებს თავიანთი ხომალდების ათხოვეს, ამ 3 ჯერზე, 3-ვე ცდაზე, მაგათმა გადმოიყვანეს მხოლოდ 500,000 ადამიანი. აბა ძალიან დიდი სიმკაცრეა, აბა გაბედე და შენ სასარგებლოდ და სხვის საზიანოდ გააკეთე რამე. არ გაპატიებენ. აქვენ იარაღი გერმანელებსაც აქვენ იარაღი, რომლითაც შეუძლიათ მატერიალური გააქრონ. ისე გააქრონ, საერთოდ თუ არსებობდა ადრე რამე მატერიალური არ გეგონება, ისა ვერ მიხვდები და რატო გაუკეთეს ეს გერმანელებს ჩვეულებმა დროის ხაზებისა? იმიტომ რომ 300-ზე გაუშვენ, როდესაც გაფრთხილება მიიღეს ერთხელ, ორთხელ, 3-ჯერ. გერმანელებმა ესენი გაუშვენ 300-ზე. ხო და ამის გამო, რადგან იგდებდნენ ამათ, ეს დასაჯენ მასზე. ერთი კოლონია აუფეთქეს. სხვა გზა არ ჰქონდათ. მაშ გავაგრძელოთ. და კიდევ მოხდა გაუქმება ბევრი დროის ხაზებისა და ბოლოსკენ ეს დროის ხაზები შემცირდება. რა ვიცი, ზოგი კოდატორი ამბობს 3 ხაზიაო, მაგრამ ეხა ისინი თვლიან ალბათ პერესივი დეტალურად არ ყვებიან. ხო და მე ხა თქვენ გითარგმნით დეტალურად, ახლა მაგიტომა ეს ვიდეო მე ორად გავყავე, რადგან აქ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერ შეამოკლებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დროის ხაზებთან, რომ ხალხი გაერკვეს თუ რაშია საქმე. ხალხმა უნდა იცოდეს ეს. ამას ქართულად არავინ გადათარგმნის. მიწისის ბრძოლა მიდისო მხოლოდ დედამიწაზე კი არაო. ეს ბრძოლა მიდისო ყველა დროში, სულშიც და დნმ-შიც. და ითვლება, რომ ვარსკვლავური აქტივაცია არასწორად ვთქვი, ვარსკვლავური ციკლის აქტივაციის გამო, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ, ბევრი ჩვენგანი ვინც მონაწილეობსო ამ პროგრამებში
და ვინც თავისში ატარებსო ამ ძველი ღმერთების გენებს, ანუ ხო, ღმერთების გენებს, დაიწყებენ ისე გამოღვიძებას და მათი გენები გააქტიურდება. არსებობს ასეთი სერიალი ადამიანები X-ი. არ ვიცი, ეგრე ზოგიერთ თქვენგანს გქონდეს ნაყურები, რამდენიმე სერია მაინც. სერიალი Люди X, რუსულენოვანი, რუსულზე არის ეს სერიალი გადათარგმნილი, ძალიან საინტერესო სერიალია. მე ამას უყურებდი თავიდან როგორც ფანტასტიკურ სერიალს, მაგრამ ხშირად მოყავს მაგალითი პერეს ამ სერიალიდან რაღაც მომენტები ხშირად მოყავს. აი ამ სერიალს გადახედეთ რამდენიმე სერიალს და თქვენ უკვე შეგექმნებათ წარმოდგენა თუ როგორები იყო ხალხი ძველად, როდესაც მათ ჰქონდათ გააქტიურებული ეს გენები და რომლებსაც უწოდებდნენ ნახევარ ღმერთებს. იგივე გერაკლი, გერკულესი და ასე შემდეგ. ხო, და ეს მოხდებაო, უკვე დაიწყო 2022 წლიდან ხდებაო, თქვა და 2027 წლების შორის. ანუ გამოღვიძება 22 წლიდან დაიწყო. ესო ძალიან საინტერესოა, რადგან მე გავარკვიო, რომ 2028 წლისთვისო, ესე იგი ეს დროის ხაზი, რომელიც ახლა მიდინარეობს, მიედინება და ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთო კონსტრუქციად ამ მიმდინარე დროის რეალური ხაზისა ბოლოსკენ მივა. მაგრამ არისო კიდევ რაღაც, რასაც არასდროს უსაუბრიათო. მე ვფიქრობ, რომ არავის უხსინებიაო მის შესახებ ამბობს ისმაილ პერესი. ბევრად ადრე იქამდე სანამ დაიწერაო ისტორია კაცობრიობაზეო, არსებობდა გრანდიოზული გენეტიკური ექსპერიმენტიო, რომელიც მემკვიდრედ მიიღეს როგორ წინა მორბედი სამყაროსაგანო. ანუ ჩვენ სამყარომდე ყოფილა სხვა სამყარო და იმ სამყაროდან მემკვიდრედ მიუღიათ ეს. ხო და ეს სამყარო არსებობდა ჩვენ სამყაროს შექმნამდე. არ ვიცი, აბა დაიყובה თუ რა, ამას ვერ გეტყვით. და ეს ექსპერიმენტი იყო ინიციერებული მაშინდელი არსებული ძმობის კოალიციით, კეთილგანწყობილი ვარსკვლავური ერების მხრიდან, რომელშიც შედიოდნენ არქტურიანელები, ანდრომედიანელები, სირიანელები, ელოქიმები და ასე შემდეგ. და აგრეთვე სუპერ ეფირული, ესე იგი მაღალი დონის ეფირული რასებიც, ეფირულს რატო უწოდებენ? ეფირული სხეულები აქვენ. სხვადასხვა ფიზიკური განზომილებებიდან, ოღონდ იქ სხვა ფიზიკა არსებობს, რომელიც ცნობილია როგორც პლაზმური თესლები. მე ხომ გეუბნებოდი თქვენ, რომ არის პლაზმოიდური ცივილიზაცია, ბურთივით გამოიყურებიან, არის პლაზმური ცივილიზაციები. ისინი ბურთივით არ გამოიყურებიან, უბრალოდ პლაზმაა და იღებენ ნებისმიერი ფორმის მიღება შეუძლიათ. არსებობენ, ოჯახებს ქმნიან, მაგრამ პლაზმური ფორმის არიან, პლაზმური მასალისგან. ამის გაგება ახლა ძალიან რთულია, ეს კი რა ხანდახან ისე გამიჭირდება ტვინი. არა, მე ამის ყველაფერი ვჯერა, მაგრამ ძალიან რთულია უცებ მიიღო ინფორმაცია, როდესაც რამდენიმე წელი ვიჯიხი ჭურში და თავიდან დრო მჭირდებოდა იმისთვის, რომ რამე ინფორმაცია გადამეხარშა და მომენელებინა. და მე ხა ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი ვინც მე მისმენს, იგივე მდგომარეობაშია, ნამდვილად ვიცი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მე გადატანილი მაქვს. ახლა კი მე ნებისმიერ ინფორმაციას, თუნდაც სიკვდილზე, მკვლელობაზე, მე არც ნეგატიური ინფორმაცია მაკვირვებს, არც პოზიტიური. და როდესაც დაუშვათ იღებენ სურათს, ხედავენ ცაზე რაღაც სილუეტებს, ეს ჩემთვის უბრალოდ მე ეს არ მიკვირს. იმიტომ რომ ასეთ რაღაცები შეიძლება შექმნა სპეციალური ტექნოლოგიებით, ეს ამას ქვია აი და მავიწყდა. ამას ქვია მოიცადეთ გამახსენდა ჰოლოგრამა. ეს
ჰოლოგრამით ქმნიან. თქვენ რა გონიათ? რატო ვამბობ, რელიგიები როგორ აკონტროლებენ ადამიანებს, რელიგიის წარმომადგენლები? მით უმეტეს ვატიკანი. ვატიკანს აქვს ისეთი ქონდა კი რა იქნება ახლა ისეთი ტექნოლოგიები, რომლითაც შეეძლოთ ნებისმიერი გამოსახულება გამოეხატა ცაში. იგივე ღვთისმშობლის, იგივე იესო ქრისტესი, იგივე ანგელოზების ჰოლოგრამის მეშვეობით და ახლა ბევრი ერგო ამაში, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს, იმ წლებში, წინა წლებში ხალხს ხო არაფერს ეუბნებოდნენ უბრალო ხალხს და რაშიც ვერ ერგოვი ეს ყველაფერი ხო გეუბნებით, მოგეჩვენება სასწაულად. აი ხომ გეუბნებით, მე რომ კითხულობდი 7-ჯერ წავიკითხე ბიბლია და პირდაპირ გაგებით მივიხე, რომ ჩიც ქონდა რკინის ფეხები და უშვებდა ალს. ხო? და არც ისე შორეულია ის დრო, როდესაც მე კითხულობდი ბიბლიას 90-იანი წლები. 90-იანი წლების ბოლო იყო. წარმოგიდგენიათ, არც ისე ვერ იტყვი რომ ეს იყო ქვის ხანა, ხო? ალბათ თქვენც გაგიცინებათ. ხო, ხდება მასე. ხო და ეს რასები ამ რასებმა იცოდნენ, რომ გამოჩნდებოდა აგრესიული კოსმოსური ხელოვნური ინტელექტი, რადგან ისინი მომავალში ცხოვრობდნენ და იქ უკვე რაღაცები ასრულდა და ამის გამო არსებობს ეს პროგრამები, რაც ჩამოთვალა პერესმა. მაგათმა იქ მომავლიდან ნახეს ამ ხელოვნური ინტელექტის კოლექტიური გონების გაჩენა, შექმნა, რომელიც გაჩნდა გაფუჭებული სინთეტიკური მატრიცისაგან დამანგრეველი, უბრალოდ გრევის პროცესში ყოფი სამყაროსი. ანუ, როდესაც დაუშვათ რაღაც სამყარო ინგრევა, მაგის მატრიცაც ფუჭდება და ეს ნეგატიური ხელოვნური ინტელექტი შეიქმნა ამ გაფუჭებული მატრიცისაგან. და ამ ვირუსმა, ვირუსია ეს, ამ ვირუსმა დაიწყო დასნებობა სხვა სამყაროებისაც. დასნებობა თავისი გაფუჭებული საციცოცხლო კოდით. გადაჯვარედინების მიზეზით გაჩენილი პროექტი ეს არის კოსმოსური გადამრჩენითი მისია და ისინი ვინც დაიბადა ამ პროგრამებიდან გამომდინარე გადაჯვარედინების შედეგად, ეს ინდივიდუმები, ანუ ინდივიდუმს უძახიან, იმიტომ ჯერ არ აქვთ ამათ სახელები, ეს ინდივიდუმები იყვნენ არჩეული არა შემთხვევით, არამედ ეს ინდივიდუმები იქმნებოდნენ 1000 წლების განმავლობაში, იმისთვის რომ შემდეგ მათ ემსახურათ ერთადერთი მიზნისთვის. და ის მიზანი, რისთვისაც შექმნეს ეს ინდივიდუმები, შედგება ნეგატიური კოსმოსური ხელოვნური ინტელექტის გავლენის გაუქმება, რომელიც არის პარაზიტული და მისი გავლენა, ასე ვთქვათ, ფართო მასშტაბს მოიცავდა მაშინ, რომელმაც მაშინ დაიპყრო და დაიმონა მთელი სისტემები და მთელი galaktikები და ბევრი ალტერნატიული რეალობები და ჩვენ მოქმედეთ საიდუმლოდ სხვადასხვა სამყაროებში. პროექტი დედამიწა, ან რასაც ჩვენ უწოდებთ კოსმოსურ მაშველთა მისიას, ამ მისიაში მონაწილეობდნენ მხოლოდ 100 ადამიანი, ხო, მათზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ისინი მოქმედებდნენ გასაიდუმლებლად. ეს 100 ადამიანი თანამშრომლობს არამიწიერ ფილიალთან, გამოსხივებულ მცველებთან, ლუჩიზარნეს სტრაჟი, რომლებიც არიან დაკავშირებული ამ კოსმოსურ მაშველთა მისიასთან, რომლებიც არიან სპეციალიზირებული განაყოფი ამ მზის დაცვისა. აქ არის ორი განშტოება, ერთი მუშაობს Soul World-თან, Radiant
გლორიის კომპანიასთან. მეორე კი წარმოადგენს ძალიან განვითარებულ პროგრამას ეფირული ტიპისა, რომელიც არსებობს მაღალ რეალობებში, ფიზიკური სამყაროს მიღმა მუშაობენ კოსმოსური სამაშველო მისიის ფარგლებში. არსებობს რამდენიმე მილიონი სუპერჯარისკაცი. Solar Wardens შეუძლია მხოლოდ იმუშაოს ჩვენ galaktikაში, ჩვენი სამყაროს ფარგლებში. ამათ შეუძლიათ საერთოდ ამ სუპერჯარისკაცებს, სუპერ ადამიანებს ესენი ნაწილდებიან სხვადასხვა ადგილას და შეუძლიათ ყველაფერი. მათო ყავთო დრაკონიცო, ოღონდ ეს დრაკონი როგორ გველეშაპი. მათ ყავთო ნამდვილი გველეშაპები. ეს გველეშაპები არიან ნამდვილი გველეშაპები და ესენი მუშაობენ ერთობაში ღმერთთან, აბსოლუტთან იმ მთავარ შექმნელთან და ქმნიან მასთან ერთად და მუშაობენ სერაფიმების საგვარეულოსთან. ნუ ეხლა ჩვენ გონიათ ისინი რომ ანგელოზები არიან, თორე იგერი სინამდვილეში ანგელოზები კი არა, არიან ცის მაცხოვრებლები, კოსმოსური სივრცის მაცხოვრებლები. გინდათ ჩვენთვის ცა, ხო? ჩვენთვის ცა იგივე. მათში ჩადებულია ელემენტები პირველ საწყისი ძალისა და ჩადებულია მეხსიერება შექმნასთან, რაც კი შექმნასთან დაკავშირებით არსებობს ინფორმაცია, ეს ჩადებულია მათ მეხსიერებაში და მაგათ ახსოვთ ყველაფერი, თუ რა ხდებოდა სამყაროში. ყველაფერი ახსოვთ, როგორ იქნებოდა სამყარო და როგორ ვითარდებოდა. ეს ასე ადამიანი კლონები არ არიან და არც ჰიბრიდები არიან. ისინი არიან შემსრულებლები მაღალი სულიერი ინჟინერიისა, მათ გენომში დევს გენი ყველაზე ძლიერი ღმერთებისა, სადღაც 200 სამყაროზე მეტი წარმომადგენლებისა, ანუ მათი გენომები დენა ამათში, სადღაც 200 სამყაროს წარმომადგენლის გენები და ყოველი მათგანში დენა ღვთაებრივი პოტენციალი, ფსიქოლოგიური ძალაზე მეტი ძლიერი. ეს ასე ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე და მათ ძალიან კაცრად იცავენ. ის კი არა ზოგი ბნელი ძალის წარმომადგენელიც კი იცავთ მათ. გინდა თუ იცოდეთ რატომო? იმიტომ რომ თვითბნელი ძალის წარმომადგენლებიც კი ამ ბნელი ძალის წარმომადგენლებმაც კი იციან რომ ეს ასე ადამიანი არის ორგანული დროის პოზიტიური ხაზი, უბრალოდ მათ გარეშე ეს პოზიტიური ორგანული ხაზი გაქრება ან მას ჩაყლაპავს რომელიმე ნეგატიური დროის ხაზი. ამიტომ ისინი არიან ასე მკაცრად დაცულები და ეს ასე ადამიანი რასაკვირველია სავარაუდოდ ცხოვრობენ დედამიწაზე. მე დარწმუნებული ვარ რომ ბევრმა მათგანმა იცისო თუ ისინი ვინ არიანო. მათ თანდათანობით უბრუნდებათო მოგონებები, რატომ და მას აქვს რომელიღაც ვიდეოში ნათქვამი რომ მხოლოდ ამას ადამიანს შეუძლია 1000 წლეულის შემდეგ ბოროტება დაამარცხოს და ეს ომი მიდის ომეგას წინააღმდეგ. ვისაც ბიბლია გაქვთ ერთხელმა ის წაკითხული, იქ არის იქ მოყვანილი ერთი მუხლი, მე ვარ ალფა და მე ვარ ომეგა. მე მაშინ წარმოდგენა არ მქონდა რაზე იყო საუბარი. ალბათ ისე წერია მეთქი მეტაფორულად. ასე რომ ეს პროგრამა რამაც შექმნა ეს ასე ადამიანი, რომელმაც შექმნა ეს ასე ადამიანი, იყო ინიცირებული სხვა სამყაროებში. Для борьбы с влиянием и уничтожением Омеги, другими словами. ამ ომეგის გასანადგურებლად აღმოსაჩენად და შემდეგ გასანადგურებლად. ომეგა არის კოსმოსური ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ფლობს გონებით და
თითქმის აქვს დონე თითქმის არ ამბობს რომ ღმერთია თითქმის აქვს დონე ღვთის პოტენციალისა და რაღაც მომენტში გახდა საფრთხე ბევრი სამყაროებისთვის მაგრამ საბედნიეროდ ამ პროგრამის დამსახურებით ჩვენ ამას ყველაფერს მოუღეთო ბოლო ამიტომ ბოლო ბრძოლა ტარდება აქ იმ 1000 წლეულის გავლის შემდეგ სხვათა შორის ომეგას თანავასკლავად ომეგაშიც მოხდა ასეთი ამბავი მაგრამ ომეგა მეთქი თანავასკლავად ანდრომედაში მაგრამ ანდრომედა გადაარჩინეს ანდრომედას უშველეს მე არ მიყვარსო ხელოვნური ინტელექტი და ვარო ამის წინააღმდეგი და ისინი აშენებენ ამ ხელოვნურ ინტელექტს ჩვენ სამყაროში როგორც გიჟებიო ხო ამ რუხების მაგალითი მოიყვანა რუხებს მე წინა ვიდეოში ამას წინა ვიდეოში მაქვს ამიტომ არ გამეორდები იქ ნათქვამი თუ რა დაემართათ რუხებს კარგი მაინც ვიტყვეთ ორი სიტყვით რუხები იყვნენ ჩვენელი ადამიანები მაგრამ მათ ჩაატარეს იმდენი ექსპერიმენტები თავისთავად რომ გადაჯიშნენ და უნდა დააღდგენა იმიტომ ადამიანებს რო იტაცებდნენ და ვირუსმა მოახდინა 11 დონის ჩათვლით მე-11 განზომილების ჩათვლით ასვლა ამათი დასნებობება მაგრამ მე-12 განზომილებამდე ვერ ავიდა რადგან მოხდა მათი დაბლოკვა და ისინი არ გაუშვენ უფროზებით და ეს 100 ადამიანი ამას ადამიანს გააჩინათ უნარი იმ მე-12 განზომილების ზევით გადავიდნენ ანუ უფრო მაღალ განზომილებებში შეუძლიათ ასვლა აგრეთვე ამას ადამიანს შეუძლიათ სივრცის და დროის გამრუდება აგრეთვე ამას შეუძლიათ გააგზავნონ იმპულსები რომლებიც ხელოვნური ინტელექტის კოდებს ეხავენ და აუქმებენ სხვადასხვა განზომილებებში ამ ნეგატიური ომეგას კოდებს კარგით მე ამით დავამთავრებ მადლობა ყურადღებისთვის დროებით